ვისაც გაწუხებთ ტიკები, გარკვეულ სიტუაციაში წითლებით სახეზე, ასევე გაქვთ ნერვიული ტრემორი და მუდმივად აკონტროლებთ ამ ყველაფერს, რომ არავინ შეგამჩნიოთ, გასწავლით ძალიან მარტივ ხერხს, თუ როგორ გათავისუფლდეთ მაგ პრობლემისგან ერთხელ და სამუდამოდ და თავი იგრძნოთ თავისუფლად და ლახად. პირველ რიგში აგიხსნით თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. როცა გინდათ აკონტროლოთ თქვენი ტიკები და ტრემორი და სხვა თქვენი სახეზე გაწითლება ან დაძაბულობა არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ფსიქიკა მუშაობს ასე. რასაც დიდ მნიშვნელოვნებას ვანიჭებთ და ვცდილობთ რომ სულ ვაკონტროლოთ, ჩვენი ფსიქიკა ამას აღიქვამს როგორც ძალიან მნიშვნელოვანს, ყურადს აღებს და სიცოცხლისთვის საჭიროდ. ამიტომ დაძაბულობა 10 ჯერ და 20 ჯერ კიდევ უფრო იმატებს. იმიტომ რომ გონება იღებს დავალებას. ეს უნდა ვაკონტროლო აუცილებლად და არ უნდა გამომეპაროს, რომ ხალხმა არ შეამჩნიოს. რაც უფრო ვაკონტროლებთ, მით უფრო შფოთვაში ვარდებით. მით დაძაბული და შეგუჭირი ვართ. ამიტომ თქვენი დავალება ასეთი: ვისაც სიტყვაზე გაწუხებთ ტიკები და სულ აკონტროლებთ. უთხარით საკუთარ თავს. მოდით ერთი ვნახოთ მაქსიმალურად რამდენად შემიძლია გამოვავლინოთ ჩემი ტიკები. ასევე ვისაც ნერვიული ტრემორი გაქვთ გარკვეულ სიტუაციაში. თქვენც ასევე უთხარით თქვენს თავს. მოდი აბა ერთი მაქსიმალურად როგორ შემიძლია მისი გამოვლინება. ან როცა სულ დაძაბული ხართ, რომ სახეზე გაწითლება არ შეგეთხოთ გარკვეულ სიტუაციებში. უთხარით თქვენს თავს, რომ მოდი ერთი ვნახო რა მოხდება და რამდენად მაქსიმალურად შემიძლია გავწითლე. ან უფრო მეტიც, ისე უნდა გავწითლე, რომ ყველამ შემამჩნიოს. და უფრო უკეთესი იქნება თუ ჩემზე მთელი ქალაქი ილაპარაკებს და გაიგებს, რომ ესე საშინლად გავწითლე. რა ხდება ამ შემთხვევაში და რატომ მუშაობს ეს მეთოდი ძალიან კარგად. აქ ხდება ჩვენი ფსიქიკისთვის ყველაზე მთავარი. ადრე რისი მნიშვნელოვნება ჩემთვის იყო ძალიან დიდი, ის მოვაშორე. გავაკეთე დაშვება, რომ ეს შეიძლება მოხდეს და პირიქით პროვოცირებასაც კი უკეთებ, რომ მოხდეს ეს ყველაფერი. ამ დროს კი ჩემი ფსიქიკა ხვდება, რადგან ეს ჩემთვის აღარ არის მნიშვნელოვანი. მე მას დავცინი და პროვოცირებასაც უკეთებ, რომ ის მოხდეს, რისიც ადრე სიკვდილივით მეშინოდა, ესე იგი აღარ არის მნიშვნელოვანი და საშიში. და ხდება გონება მშვიდი და წყნარი. ეს არის ყველაზე ძლიერი მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ასე რომ მიყევით ამ ინსტრუქციას და ნახავთ თუ რა მარტივი ყოფილა ამ პრობლემის მოგვარება. როცა ცდით, შემდეგ კი დატოვეთ კომენტარებში რა შედეგი მიიღეთ. გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით რომ დახმარება სჭირდება. ეს იქნება დიდი მადლი მათთვის და თქვენთვისაც. ცხოვრება არც ისე ხანგრძლივია ჩემო ძვირფასებო და ნუ შეიზღუდავთ თავს იმაზე ფიქრით თუ ვინ რას იტყვის და იფიქრებს თქვენზე.